შევედი და გამოვიტანე. ეს გადაარჩინეთ ხოლმე? მარტო. აი ამ ორი ფეხსაცმელი შესუზე ძირიდან ამოვთხარე, აი ხელები რას მიგავს რომ ამოვთხარე და ესეც შეშენოჩი. პასუხს ვის მოთხოვო? ჯერ არავინ გვინახია. რომელმაც აი მარტო ჟურნალისტების მით აქ არავის არ ხედავ. წარმომადგენელს საქართველოს მოქალაქეს რო დაელაპარაკოს. არ ვიცი მე 55 წლის ჟანა ჯვაბავა აფხაზეთიდან დევნილია. 32 წლის წინ სოხუმში სახლი დაეწვა. 8 წლის წინ სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროში ჯინსების მაღაზია. გუშინდელმა ხანძარმა კი მიწასთან გაასწორა მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროც, ბოტასების მაღაზია. ჩვენ არალეგალურად მუშაობდით, რატო მუშაობდი არალეგალურად? ვიხდით ჩვეულებრივად გადასახადებს და არ უნდა მოგხედოს ვინმე? დაუცველები ვართ. აფხაზეთიდან მოყოლებული, რაც უსახკაროდ დავრჩი იმ დღიდან მუშაობ ამ სფეროში. და დამრჩა მარტო ორი წვილად ეს ორი წვილი ფეხსაცმელი თბილისში ცხოვრებით, საქართველოში ცხოვრებით და რატო უკვირთ აქედან თუ ხალხი გაედინება? აბა დღეს აქ არ უნდა მოსულიყო ვინმე ანგუში. ჩემ გვერდით არ უნდა მდგარიყო? რა მაგათგან რა იმედი უნდა მქონდეს? ჟანა ერთ-ერთია იმ 400-მდე დაზარალებული მოვაჭრიდან, რომელსაც ეგრეთ წოდებული ბორჯომის ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძარმა გასაყიდი საქონელი სრულად გაუნადგურა. მიწასთანაა გასწორებული 15,000 კვადრატული მეტრი ფართობი. მაღაზიებსა და დახლებთან ერთად დამწვარია ტანსაცმლის, ხილბოსნეულისა და სურსათის საწყობები. დილიდან დამწვარ ბაზრობასთან შეკრიბილი მოვაჭრეები 5 საათის განმავლობაში უშედეგოდ მერიიდან ან რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან პასუხისმგებელი პირების გამოჩენას. აი ხალხი რო ფეხებზე კიდია, ამათ ეს ფაქტია. არადარდებთ არანაირად. ივანიშვილს ადარდებს სამის მილიარდები. ჯერ აფხაზეთიდან დევნილი ვარ, იქ ყველაფერი დამწვარი მაქვს, სახლი არაჩვეულებრივი სახლი ყველაფერი მქონდა და ეხლა მოვედით აქ და მესამედ დაგწვეს ჯერ დეცკიმრი, შემდეგ ზევით, ეხლა მესამე აგერა. სრულად განადგურდა, აბა რა ვიცი, აბა არ გვიშვებენ და იძახიან ვინც შევიდა და ნახა იძახიან ადგილიც არიელია. როგორც მაშინ ჩამოგვაწერეს, ალბათ ეხლაც ეგრე გვყიდებიან რომ გაგვაჩუმონ ეხლა თორე. ვიყავით მარტო ლუკმა პურზე. პურის ფულზე ვიყავით. ჩეკს ვიხდიდით, ბანკს ვიხდიდით და პურის ფული მიქონდა სახლში. ეს სურათი დახვდათ შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩენილ მოვაჭრეებს დღეს დილით ბორჯომის ბაზრობაზე. დამწვარი ტერიტორია ამ დრომდე რკინის ჯებირებითა და ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. აი გადახედეთ რა სიტუაცია. განადგურდა ხალხი, რა ვიცი, აბა, საარსებო წყარო, უბრალოდ საარსებო წყარო გამოეცალა ხალხს მეტი არა. თქვენ რას ყიდდით? რა იყო თქვენი საქონელი? რითი ვაჭრობთ? დასაცველი. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად რამდენიმე მოვაჭრემ ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლა მაინც მოახერხა. ზოგი ეჭვობს, რომ ღამით ბაზრობა გაძერცვეს. გასაყიდი საქონელი კი, რომელიც ხანძარს გადაურჩა, თან წაიღეს. ამ დრომდე არ არსებობს ექსპერტიზის პირველადი დასკვნა მაინც. ხანძარი განზრახ გააჩინეს თუ შემთხვევით გაჩნდა. ამ ფონზე დაზარალებულებს ხანძრის განზრახ გაჩენის შესახებ ეჭვებს ისიც უმყარებთ, რომ ცეცხლისგან განადგურებული ბორჯომის ბაზრობის გვერდით 2017 წელს გადამწვარი ბავშვთა სამყაროს ადგილას 4 სართულიანი ნაგებობა აშენდება. ხანძრიდან 24 საათზე მეტი გავიდა და არც ზარალის შესახებ არსებობს ოფიციალური რიცხვები. მიყენებულ ზარალს მოსახლეობა საკუთარი ძალებით ითვლის. პასუხი არ მაქვს არაფერი. მაგიტომ ეს ხალხიც დაიტანჯა მესმის ყველაფერი, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს არაფერი. ამიტომ ვერ ვეწერები, ოფიციალურ განცხადებას ვერ გავაკეთებ. აი რა ზარალზეა საუბარი? მესმის რომ ჯერჯერობით ათვლილი არ არის. ზარალზეა საუბარი. მე ხილბოსტანზე მუშაობდი შვილო, ვარ ზუგდიდიდან 13 წელია ამ ბაზარზე ვდგევარ და ამით ვარჩენ ოჯახს. ახლა კი დავჭიდ ულუკმა პუროდ რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? გამკითხავი არავინ არ არის. 300,000 საქონელი მაქვს შემოტანილი გაზაფხულის კოლექცია და 4 ადგილი მქონდა კიდე ძველებით გამოტენილი. ეს საქონელი განადგურდა სრულად? აბა, არაფერი არა, დარჩენილი შეიხედეთ, არაფერი არა. მე ეხლა იცი კურსაითა მაქვს აღებული საზღვრებს გარეთ. საქართველოს მიგრაციაში მოგიწევთ? აბა, ამდენ ვარს გადახდა არ უნდა.
რადგან მერიიდან ხალხთან არავინ მივიდა, ხალხი მივიდა მერიასთან. ალტერნატიული სამუშაო ფართი ან ფინანსური კომპენსაცია. გაღატაკებულმა მოვაჭრეებმა კალათის უწყებისგან დახმარება ითხოვეს. დედაქალაქის მერიამ პირობა დადო, რომ ხანძრისგან დაზარალებულებს ეტაპობრივად ყველაფერი აუნაზღაურდებათ. გაითვალისწინეს ჩვენი ტკივილი, თხოვნით მივაღწიეთ იმას, რომ შევხვედრო და ვინმე წარმომადგენელი ბატონი ირაკლი ხმალაძე გამოვიდა და რასაც აზრი გამოვიტანეთ დაწყებით შეხვედრაზე არის კმაყოფილება ჩვენი მხრიდან. ჩვენ გვჭირდება გვერდში დგომა, მან მითხრა რომ მე ყველანაირი გამოკითხვები ჩაგვიტარა, ვიმუშავებთ ამ თემაზე. წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ მერიის დაპირებებს ფასი არ აქვს. 8 წლის წინ სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 3,000 ლარიანი კომპენსაციები დაურიგეს. ისიც მოსახლეობის მიერ შექმნილი წნეხისა და საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. არადა ზარალი 100,000-ობით ლარს აჭარბებდა. ეგრეთ წოდებული ბორჯომის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მიღებული ზარალი კი მოვაჭრეების დათვლით კიდევ უფრო მეტია.